ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia და ძალიან მაგარი მოქოქეს USA to Georgia საბერძნეთთან დაიწყეს ტვირთების ჩამოყალიბება. გამარჯობათ მეგობრებო, ახლა გავწერებო კარგო ხარ. გამარჯობათ. კიდევ ერთი სასარგებლო ვიდეო ჩავიწეროთ, სულ ყველას გამოადგება მის ლაშქრობაში დადეს. ბატონო დავით. გისმენთ. ჯოხი. თოკი. ტყეში არის? შენი მეგობარი, გადამრჩენელი და ასე შემდეგ. მაგაც. შეიძლება თოფი კონდეს. ტყეში არ გამოდგას, შეიძლება კი 90% არ გამოგადგება. თუ არა ნადირო. და უბრალოდ ათრიო, მაგრამ ჯოხი ყოველთვის გამოგადგება. მოდი ახლა ვნახოთ. ჯოხი თუ აირჩევთ, ხო? თან სატარებად. აიღეთ თქვენი სიმაღლე. აი ოდნავ დაბალი რა. აი ამ ხელა ჯოხი არა იყოთ. თქვენ თვითონ დადექით რამ სიმაღლეც ახართ, ზუსტად მაგ ხელა ჯოხი მოჭერით. ნახეთ დამპალი არ იყოს, ანუ გამძლე იყოს. თუ გამხმარი იქნება უკეთესი, მაგრამ თუ მოჭრით, ახლა ეს გამხმარია. თუ მოჭრით, ისეთი იყოს, ოდნავ დრეკადი იყოს და რო არ გაგიტყდეთ ხელში. ეხლა ჩვენ ვართ აი ესეთი დაქანება არის, ქვემო ჩანჩქერია და ჩასავარდნია. ანუ ჩასვლის დროს გინდათ სერზე თუ მიდიხართ, აი ახლა ეს იქით გაახედე. აი ხედავთ როგორ რაღაცა, ტყე მიდის დაბლა პირდაპირ ხეობისკენ. შეიძლება სიარული მოგიწიოთ სერზე, ანუ სერზე იმას ნიშნავს, რომ დაბლა კი არ ეშვებით. აი ხევის პარალელურად გიწევთ სიარული. ანუ აი ესე მივდივარ ზუსტად იქით. ბატონო დავით, ჯოხი უნდა გეჭიროს აი აქეთ. რატო? აი ესე უნდა გეჭიროს. ეხლა გეტყვირათო, თქვა დაქანება ან დაბლა ჩადიხარ და ჯოხს ეყრდნობი. აი ესე. ფეხი რო აგიწუდეს რა მოხდება? ჩავეცო. ზეთხო წამოეცმე. თუ არ წამოეცი, თქვა ფეხი აგისრიალდა, ხო? ამას მთელი ძალით უნდა დაეყნო. შეიძლება ესე გაგივარდეს. შენ წახვიდე, ჯოხი გაგივარდება ხელიდან, იმიტომ რომ მიწაში ჩაერჭობა. ჯოხი დაგჭება ზემოთ, შენ ჩავარდები დაბლა. გამიგე? ამიტომ დაბლა თუა და რამე დაქანება, ჯოხი არასოდეს ესე არ დაიჭირეთ. ჯოხი დაიჭირეთ აი ეს. არა შეგიძლიათ ჯოხოსაც შეერთ. არა, ჯოხი კონდეს. ახლა უყურე. აი ჩასასრიალებელი ხუა? უყურე? მართლა არ ჩასრიალდი. არა, უყურე? შედაო. ამას დავეყრდნო, როგორც აღდეს ორივე ხელით. და ისე ჩავა. ჩასვლის დროსაც ესე დაიჭერ. ეს არის მუხრუჭი, ხო? მიდიხარ დაბლა და ესე გიჭირავს. თუ რამე მოხდა, ამას დაეყრდნობი უკან. გამიგე? ეგ შენთვის ახლა გრძელია. ანუ საყდენი წერტილი დაბლა უნდა იყოს, დავსრიალდი და დავიჭირე საკუთარი თავი და სულ თოვლი იყოს, ხა? დამპალი არ უნდა იყოს. ხო. სულ თოვლი იყოს და რაღაცა, ხო, ამ ფოთლები. ფოთლიანშიც ახლა როგორი რაღაცაც არის, წამოთ ან ვიარო თან გადავიყო. პრინციპი მიხვდი, ხო? კი. ჩადიხარ, ჯოხი გიჭირავს ესე, არც ერთ შემთხვევაში ესე არ გიჭირავს. ან შენ წამოაგები, ან სახეში მომდა, ან ვიღაცას მოხდება, ან დაკარგო. ჯოხის ბოლო ყოველთვის აქეთ იყერებოდეს და წინ წახვართ. მოდი ახლა ამას თავი დავანებოთ, წამოდი ბატონო დავით. ეხლა ისეთ რამეს გავაკეთებ, რაც არ გამიკეთებეჯერ და არც მიყვარს რა. არ მიყვარს, არ მინდოდა ამის გადაღება, მაგრამ ბევრი აკეთებს ხოლმე ამას, რაღაცა ტყეში ვიდეოებს იღებენ და ამ ყოეს გაკრავენ და ცეცხლს უკიდებენ, როცა ასანთი არის. მაგრამ მოდი ახლა ბატონი დავითიც მაგამ ბავში გათვითცნობიერებულია, თვითონ ესიც ის ყოესი რა არის? არ მაქვს, მაგრამ მაგ ჩანთაში მოგვიდებს. ყოესი? მიდევს. მე ბატონ ვანოს ვაჩუქი. ბატონ ვანოს ვაჩუქი. აი, სამ. წყლის გამავნებლები და რაღაცეები.
აი მიგონე ანუ ესეთი რაღაცა ყველა მიცით რა ამას ეხლა ესე ჩამოვკრავ და ნელა გამოვა ელა რამდენად რეალურია რომ ამითი რამე ცეცხლი მოუკიდეთ აი ტყეში ო დაბლაყრია ფოთლები ფოთლები ხშირ შემთხვევაში არის ნესტიანი ეს ნესტიანი არ არის ხმა მოდი ახლა ვცადოთ ამას თუ მოიკიდება ცეცხლი არ გადაგბული ეს ხელში არა მდინარესთან არა მდინარესთან მომიწვინე აი ხელში რო გიჭიროს მომიცექა რამდენჯერ გითხარი რომ ტყეში იარაღი წვეტიანი ხელში არასოდეს არ გიჭიროს რატო? იმიტომ შეიძლება დაგისრიალოს და და რაზე წამოეგო? ამაზე ანუ ხელში რა გიჭიროს? ხაფანგი მომაკვდინებელი იარაღი ამიტომ ეს ხელში არასოდეს არ გიჭიროს გამიგე? გამოყენების წინ ამოიღე გამოიყენე და ისე დანარჩენი ქარქაში მოდი ვნახოთ აი ამას თუ მოიკიდება ცეცხლი უბრალოდ თუ რაღაცა სიტუაციის სახში არ გაიმეორეთ არა გეცოდინებათ რა ამას ეკიდება თუ არა ცეცხლი მე არ მომიკიდებია ეს მაგით ნახოთ ნუ ჩათვალე რომ არაფერი არ არის აი და მოვლენ მეგობრებო აი ესე შეგიძლიათ მოუკიდოთ ამას ეხლა ცეცხლი ხელი გავიჭიხ აღარ გავაჩაღი იმიტომ რომ ესეთ ადგილზე ცეცხლი არ დაანთო ცოლი შეიძლება ამას გადაეკიდოს შეიძლება კი არა უეჭველი გადაეკიდო შალი ბალახია წავდა სულ ყველაფერი ცეცხლი მოედება რა ამიტომ ესეთი რაღაცის არებას რასაც ქვია კვესი ზოგდანას თვითონ მოყვება ხოლმე რა აზრი აქვს ოღონდ ეს არ იყიდოთ და ტყეში არ წაიღო და არ იქ აი დამჭირდა და გამოიყენებს სახში ივორჯიშეთ ამითი ცეცხლის დათება ნახე რა ჭიამაი იცი რომ ტაცებელი და შხამიანი ის არის შხამიანი წერია შხამიანი ვინ შეჭამს ამას შეჭამე ნახე რა მუტალი იმოქ ფერიც იმიტომ აქვს რომ ჩიტები რო იმაშვრებიან შხამიანი რო არის არ მივიდნენ რა მოკლედ ნახეთ თქვენ თვითონ გამოცადეთ შეგიძლიათ აჭერი დაძენძოთ წინდაზე დანის პირით ცოტა ბუძღლები აიღო დაკაროთ პლასმასი გაქვთ დანი ჩამოფთალოთ და იმაზე ნაპირწყალი მიელდოთ მოეკეთოთ აი ესე მივედი ტყეში გავკარდია ცეცხლი დავამთე ვერ დაამთებთ ამიტომ აზრი აქვს მაგრამ გამოყენება უნდა იცოდეთ რა ეგ ბატონო დავთ მოდი ახლა ეს შევინახოთ და ნუ აი ესეთი რაღაცაცა მაქვს ადრე გინახიათ თან დამაქ რა ხო ძალიან მაგარია ძალიან შორს იქნება აი ესეთი რამეც დამაქ რა ვეშმაკი აი მზე არ არის ახლა თორე ზეზე დაიჭერთ ამას აი აქ ფოკუს აკეთებ და რასაც ჩადებ ცეცხლს უკიდებს ეს გადაღებული მაქვს ასე რომ თავს აღარ მოგაწყვეტ თავს ამითი აღარ მოგაწყვეტ ეხლა ბატონო დავით კიდე ერთ რაღაცას გასწავლი და მოდის უკარგად ვიყოთ ხო ეგრეა კარგად ვიყოთ გავაკეთოთ საკაცი ხუთი შენ ჯოხი უნდა მიპოვნო ორი ცალი აი ერთი იქაგდია ამ გონი მეორეც იქაგდია ანუ ქურთუკისგან საკაცე როგორ უნდა გააკეთოთ უყურეთ ქურთუკი ხო ჩვეულებრივი ჩასაცმელი შეგიძლიათ ესეთი რამე იყოს შეიძლება თვითონ ქურთუკი იყოს მოდი რახან ქურთუკი მაქვს ამას აღარ გავიგე ქურთუკი არის გაიხდით და სახელოებს შიგნით ჩააბრუნებთ ვერნა აგე იმხელა ხეგდია რავი ტოტები ხო გდია ცოტა გძელი ნახე რა სწორი თუ რატო არა სწორი არა მიგრეხილ მოგრეხილ ანუ აი ამას შიგნით შემოუტრიალებ რა ერთი ახტის ნახეთ ხო აი ერთი ცალი მეორე ნახე აი იქ აგდია აი ორი ცალი ხე გინდათ
თუ ომში ხართ ავტომატის გამოდგება ან კარაბინი, მოკლედ რომ გაუყაროთ. ეხლა ნახე. ქურთუკი ავიღე და სახელოები შიგნიდან გადმოატრიალე. მამა. მერე აა. დავაფინე, დაგინა. ეს. ხო, მოიტანე. მოდი მიყურე რა სოკეთ. აი როგორ რაღაცა გამოვიდა. გატყდა. ხო ნუ არა უშავს რა რაღაცა აისრული მოიტანე. ეცადე რომ არ გატეხო ეხლა მე ვიღაცის წაყვანა ხო არ გვინდა. არც თავი არ გაიხეთო ხო ეცადე. ხო. აი ეგ მოიტანე. გამოვიდა. აი ესეთი რაღაც. ტომარასავით. ეხლა ამ სახელოები აქვს შიგნით. მომეცე. აი წინ. ამას აიღებთ ჯოხს და სადაც სახელო აქვს იმაში გავუყრეთ. გამოვიდა მეორე მხარეს. ხო ეგრე? ეხლა მოდი ესავიღოთ. სად არის სახელო? აი აქ. ეს ორხეზე რომ გავა საქანელას არა მე დასაჯდომებით იქნება. იქედა ხელი მოგიდე. ესე დაიჭირე. სადარი მაშინ სადაიშო. ქვემოთაც გავში. ხედავთ რანაირ რაღაცა გამოვიდა, ანუ ხელი მოკიდე. ამაზე შეგიძლიათ ადამიანი დააწვინოთ. ან დასვათ. ტვირთით შეგიძლიათ რამე დადოთ თუ წასაღებად გინდათ რა. ანუ მოსახერხებელი. მოსახერხებელია რა. თუ ეს ახლო მიდის და მაღაზე გაწუხებთ ხო? გაშელე შეგიძლიათ ამაზე ჯოხი დადოთ და ჯოხი მიამაქროთ რა. თუ ტვირთის წაღებაზე ლაპარაკი, თუ ადამიანის წაღებაზეა ხო შეიძლება ტყეში ხართ რაღაცა ხელი მოიტეხეთ ან ფეხი ან ღმერთმა დაიფაროს რა. ომია და რამე ვიღაცა დაგეჭრათ, ამაზე დააწვენთ. თუ მაღალია, ხო, უფრო მაღალი იქნება ტანზემოთ ერთი კაცი კი დაწვევა, მაგრამ თუ ორი ქურთუკი გაქვთ, ორ ცალ ქურთუკს წამოაცმებთ. უფრო გრძელ ჯოხს და ადამიანს სუმთრიანად დააწვენთ, მე მოკიდებთ ხელს, აი ესე ვთქვათ, ერთი წინ დადგება. ცა, ესე ხო გიჭირავს ორი. კი. ხო და ნუ შეგიძლიათ მე რავი. მოდი აი ცადოთ კიდევ დადი ბატონო დავით. ტვირთი გოგ. აცი. და ტვირთი მიგა. ქურთუკი არ დაიხევა, ეხლა ნუ დადებთ იმას რაღაცას. ძალიან ბევრი მას გაუძლებს წონას რა. შეკარით ქურთუკი და გაქვთ აი ესეთი კაი საკაცი. მაგრამ ადამიანსაც გააჩნია რომ ვინ დაწვება. ნუ ყველაფერი ხო ფარდობითია ქვეყანაზე. მოკლედ, დღეს ამას იქით იცით როგორ გააკეთოთ? საკაცი. საკაცი. სახელდახელით. მე ამას გავშხილი. ისე უკან გამოაზრობთ, გამორთვი. ქურთუკს გახსნით. და ისევ საწყის მდგომარეობაში მოიყვანთ. ანუ ჩათვალეთ. თან აუცილებელი ხა მე სამხედრო ქურთუკი მაქვს, თორე ჩვეულებრივი ქურთუკიც რო გქონდეთ. მაგალითად ეს. არა, ნუ სამოქალაქო ჩვეულებრივი ქურთუკი რო გქონდეთ. ანანაირი პრობლემა არ არის. ჩათვალეთ რომ საკეცე, ისა საკაცე ზედ გა. კლავები რო არა, იმითი ვერ. კლავები რო არა, იმითი ვერ გავაკეთე. აი მაგრამ ხო, კლავები უნდა გქონდეს. ანუ ისევ ქურთუკი გავაკეთე. იცოდეთ რომ ომში ნუ პირდაპირ შეგიძლიათ ავტომატები გაუყაროთ ან რაღაცა და წამოიღოთ. ან არმატურები იქ, რა ვიცი, ნანგრევები იქნება. ტყეში შეგიძლიათ გამოიყენოთ აი ესეთი ტოტები. დღეს ამას ეკით რომ იცით რომ რამის ხოლში შემატაკი. თან ყოველთვის სამოქალაქო ხართ სამხედრო. არა, იმას შენ თან დაგაქვთ საკაცი. ქალაქში შეიძლება გამოიყენოთ უცებ ღმერთმა დაიფაროს რამე რომ. მაგრამ ქალაქში რა უნდა იყოს სწორი? ქალაქში სწორი რა უნდა იყოს? სწორი ქალაქში ყველაფერი მიხეულ-მოხეულია რა. აი ნახე, ასაკეთი. უყურე? შენ საშენებს დავისე. ამითი მეგობრებო. ეხლა იცი ჯოხი როგორ გამოიყენოთ? ცეცხლო
აზრი აქვს ოღონდ ივარჯიშეთ თუ გაქვთ ეგეთი რამე არის ფიქრობთ მაგ კიდე ერთხელ ვიტყვი დაანდეთ ნახეთ როგორ ინთება როგორ გამოიყენება და ეგ იცოდეთ რომ ქურთი კი არის იგივე და შევიძლიათ აიღოთ აი ხა შენ ძალიან ახლა ფილოსოფია გახეხილი საპონი და ბენზინი წაიღოთ ეხლა ამითი ჩვენ მოდი ბატონო დავით ჩვენი გუდანაბადი ავიკრათ და ჩანჩქერთან ჩავიდეთ მე შეგასწავლი კვებით თევზაობას მოგენ მეგობრებო ამითი გამოგემშვიდობებით იმედია რა ვიცი ის კაი ანუ ღმერთმა საკაცი არ დაგაჭიროთ მაგრამ ტვირთის აღება თუ დაგჭირდათ გეცოდინებათ როგორ წაიღოთ გამოგემშვიდობებით კარგად გრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეო შემდეგ ვიდეო